იტანს იმისთვის, რომ იბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, იბრძვით ჩვენი ბიჭების თავისუფლებისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გაგაცნოთ პოლიტიკური პატიმრების, მშობლებისა და ოჯახის წევრების სპეციალური განცხადება. ჩვენი შვილები, ძმები, დები და მეგობრები დღეს არიან სენდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ-გათელვას და ქვეყნის პროდასალური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი. ოდნავ გამოიწი რა ტელეფონი გთხოვ, გოგონი, მადლობა. რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას. ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს. გვინდა დავიწყოთ წინადადებით. 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის, რამაც დღემდე ღირსეულად მოგვიყვანა. ჩვენ ქეთს ვიხდით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის, შესაბამისად არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენ სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ მათ უდანაშაულო ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის განთავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვუხავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა. სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვნებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ან ერთი ჯგუფის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად. დაუყოთა სულების პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე. გამარჯვება ხალხშია, გავიმარჯვებთ სახელოვნად. მადლობა ჩვენს. მეგობრებო, ჩვენს განცხადებას აქვს მეორე ნაწილი, მოწოდება საზოგადოების გარკვეული ფენებისადმი და ეხლა ამას წაგიკითხავთ, ცოტა უფრო გრძელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები არის პოლიტპატიმრების ოჯახების მხრიდან იმ მიმართულებით, რასთან დაკავშირებითაც ეხლა მოგახსენებთ. როგორც მოგახსენეთ, პირველი მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროევროპულ და პროდასაულ პარტიებს მოუწოდებთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი 3 მიზნის გარშემო: ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების განთავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მეორე, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გთხოვთ და მოგიწოდებთ: გამოდით ქუჩაში და გააპროტესტეთ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისაკენ ცვლილება, დრაკონულ სადამსჯელო კანონების მიღება, თქვენი თანატონების არაადამიანური წამება, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სტუდენტებისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანაში. საქართველოში დასრულდა დემოკრატია და ფესვებს იმაგრებს ტოტალიტარიზმი და ტირანია, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყნის ახალგაზრდობის ევროპულ და ყველანაირ მომავალს. ქვეყნის სტუდენტობა და ახალგაზრდობა ხართ ამ ქვეყნის ხერხემალი, რომელმაც ღირსეულად უნდა ჩაიბაროთ ამ ქვეყნის მართვის სადავეები. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც გადაწყვიტეთ და ფიცი დაადეთ სამშობლოსა და გვირაბის წინაშე, რომ სიცოცხლის ფასად არ დაუთმობთ მტერს მოპოვებულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. შესაბამისად მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეხვალთ ისტორიაში როგორც ფიცის გამტეხი თაობა,
დაუმტკიცეთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ თქვენ ხართ გმირების საფლავებთან დადებული ფიცის ერთგულნი, რომლებსაც სამშობლოს ვერავინ წაართმევს და ვინც ამას გაბედავს, საკადრის პასუხს მიიღებს ყოველთვის. მოგიწოდებთ და გთხოვთ საქართველოს მოსახლეობას, ვიდრე დიქტატურისა და ტირანიის საცეცეები თქვენამდე არ მოსულა. ვიდრე თქვენი შვილები და ძმები ქმრები უკანონო პატიმრობაში და არ აღმორჩენილან, აიმაღლეთ ხმა და გააპროტესტეს ქვეყნის რუსიფიკაცია, არჩევნების გაყალბება და პოლიტიკური პარტიების პატიმრების არსებობა, ვიდრე ჩვენი შვილების ხედან ციხეების ჯურღმულებში და არა თქვენი შვილებიც გამოდით გარეთ და გააპროტესტეთ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ოჯახებშიც შემოვა დიქტატურის კაცრი მარწუხები. მეხუთე, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს მოგიწოდებთ, ნუ გახდებით ავტორიტარული რეჟიმის ყულაბა, ნუ გაამდიდრებთ რეჟიმის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ნუ გააძლიერებთ რეჟიმის მთავარ დასაყრდენ ძალას, უკანონო ხელისუფლების, უკანონო მილიციის, ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ ორგანოებს, რაც უფრო მეტად გაჩუმდებით, მით უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ თვითმარქვია რეჟიმისათვის, რაც ისეც გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ, ვინაიდან დიქტატურისა და ტირანიის პირობებში თავისუფალი ბიზნესის წარმოების ადგილი არ იქნება და ადრე თუ გვიან მოგიწევთ ყველაფრის დათმობა და ოლიგარქიისა და მისი მოღალატეობრივი რეჟიმის სასარგებლოდ. ვიდრე ტირანია თქვენს ბიზნესში, თქვენს კომერციულ ობიექტებში შემოსვლა დაუწყია ბიზნესის რეკეტი, აიმაღლეთ ხმა და შეაჩერეთ რუსული რეჟიმის მიზნები, ქვეყანა ჩამოაშოროს ცივილიზებული ევროპული სამყაროს და აქციოს იგი რუსეთის გუბერნიად. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული 10,000-ობით საჯარო მოხელეს მოგიწოდებთ. დაადგეთ ჩვენს გვერდით და მხარი დაგვიჭიროთ სამშობლოსა და შვილებისათვის უთანასწორო ბრძოლაში, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება თქვენი მხრიდან დუმილი, მით უფრო გაუარესდება თქვენი ღირსეული დასაქმება, მით უფრო გაუარესდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა, მით უფრო ადვილი გახდება რეჟიმისათვის არასასურველი საჯარო მოხელებების სამსახურიდან მასობრივი დათხოვნა და რაც დასრულდება თქვენთვის სიტყვითა და გამოხატვის თავისუფლება, აღარ იქნება სათანადო დათული თქვენი შრომითი უფლებები, დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელი გახდება და რეჟიმის უკანონო მოთხოვნების და უპირობო მონური შემსრულებლები გახდებით. ვერ შეინარჩუნებთ სამსახურებს და ვიდრე ეს ყველაფერი თქვენთვის რეალობა და არ ქცეულა, დროულად მოახდინეთ რეაგირება და დადეკით ისტორიის სწორ მხარეს. ხმა აიმაღლეთ და გააპროტესტეთ ქვეყნის დეგრადაცია და საჯარო სექტორის სრული ჩამოშლა, თქვენი საქმიანობის კანონგარეშე დატოვება და რეჟიმის კორუმპირებული ჩინოვნიკების ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მოქცევა. მეშვიდე, ევროკავშირის ქვეყნებს და დასავლეთის სახელმწიფოებს მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიდრე არალეგიტიმური რუსული რეჟიმი მოახდენს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, მოახდინოთ ყისიერი და სწრაფი რეაგირება, კაცრი ეკონომიკური, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაავრცელოთ ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილის, მისი ბიზნეს პარტნიორების, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, ასევე მისი კორუმპირებული ჩინოვნიკების და სისტემის ძალადობაში მხილებული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ, ასევე მურუსიძე ჩინჩალეთის კლანური სასამართლოს მოსამართლეთა და რეჟიმის გამყარების ინსტრუმენტად გამოყენებული პროკურატურის მაღალჩინოსნების მიმართ, ასევე პროპაგანდისტული პრორუსული ტელევიზიისა და ოდიოზური პროპაგანდისტების მიმართაც. საქართველოს არალეგიტიმურ და თვითმარქვია ხელისუფლებას მოგიწოდებთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოთ ქვეყნისათვის, მისი მშვიდობისა და სტაბილურობის ევროპული მომავლისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებები და გაანთავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეობიდან ყველა სინდისის პატივარი, ასევე დანიშნოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც გამოიყვანს ქვეყანას ღრმა პოლიტიკური ეკონომიკური კრიზისიდან. შესაბამისად, ქვეყანა თავის დააღწევს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკურ იზოლაციას, ასევე გაუჩნდება ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შანსები. ისევ გახდება საქართველოს კავკასიის რეგიონის მთავარი სახელმწიფო, ისევ აღდგება ცივილიზებულ სამყაროსთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და სხვა ურთიერთობები და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, მაღალი ნდობის მანდატით და მოსახლეობის ტოტალური მხარდაჭერით. აღნიშნული კი გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, თავისუფლების ხარისხს. იმ შემთხვევაში თუ არალეგიტიმური ხელისუფლება არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე სრულ პასუხისმგებლობა დაიკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად დაეკისრება თვითმარქვია ოცნების ხელისუფლებას. ჩვენ ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნების უგულოყოფის შემთხვევაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვიტოვეთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეთებას,
კორუმპირებული ჩინოვნიკების დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისათვის და სხვა ჩინოვნიკებისათვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას მოახდენთ. მეცხრე, საქართველოს საპატრიარქოს გთხოვთ პოზიტიური როლი შეასრულოთ ქვეყნისათვის უმნიშვნელო პერიოდში, მოახდინოთ ერის კონსოლიდაცია და შერიგება, ასევე ხელისუფლებისათვის სამართლიანი მოთხოვნების წაყენება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორის ნდობა, სიყვარული და პატივისცემა უდიდესია ქართველებში. შესაბამისად, მას ხელეწიფება როგორც სულიერ მამას დაარიგოს ხელისუფლება და მიაღებინოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, განთავისუფლდეს სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს. გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია. გამარჯვება ხალხშია, გამარჯვება ხალხშია, გამიმარჯვებთ სახელოვნად. ცეცხლი ოლიგარქია. მე თქვენთან ბევრი სალაპარაკო არ მაქვს და დიდ დროს არ წაგართმევთ ერთი რაღაცის თქმა მინდა მარტო. რადგან არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოგვიწვია, აქედან მიმართავ, რომ ეს გამოწვევა მიღებულია. თქვენგან მინდა მხოლოდ ერთი შეძახილი, ეხლა თუ მეთანხმებით. ბოლომდე! 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 ბრძოლა იქნება ბოლომდე და იქნება შეუპოვარი. უკომპრომისო ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, ერთსულოვნება და ერთიანობა დაგჭირდება. ჩვენ ბევრ საინტერესო საკითხს დავსვამთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. მხოლოდ შემოგვიერთით, როცა დაგიძახებთ, ყველანი შემოგვიერთით. 8-ში როგორც მოგახსენეთ, ღამეს ვათებთ. 8 აპრილს საღამოს როგორც 9 აპრილის დილას შეხვდნენ. იმედია ისე ტანკები არ იქნება აქ და ისე არ დაგხვდებიან, მაგრამ ჩვენ 9 აპრილის დაღუპულთა სულების საპატივცემულოდ ღამეს ვათენებთ სრულიად საქართველოს ვისაც შეუძლია აქ იყოს ამ საღამოს. და დილას ვეგებებით აქ 9 აპრილს. პირველი გადაწყვეტილება რაც არის, ვერანაირად ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ უნდა მიუახლოვდეს 9 აპრილის მემორიალს. მოგიწოდეთ ყველას. აქ იყავით უყურე დილას 9 აპრილს. გამიმარჯვებთ სახელოვნად. არც ტანკების ქვეშინია და იცოდეთ. დაუდგებით წინ დედები. მადლობა ყურადღებისთვის.